მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო. დღეს უბრალოდ მოვიწვიეთ ბატონი იოსებ სოსო სვიმონიშვილი. ბევრი დაწმენებული ვარ იცნობთ, ვინც არ იცნობს, მათთვის მინდა ვთქვა, რომ ბატონი სოსო არის ეკონომისტი, ჟურნალისტი და ზოგადად მოაზროვნე ადამიანი. ბატონი სოსო, ვიდრე სერიოზულ თემაზე გადავიდოდეთ, პატარა ლირიული ინტერმეცო უნდა გავაკეთოთ. ხო ესეც ხელა და სახში ცოლი და ქალიშვილები იმის საშუალებას უფლებას არ მაძლევენ, ცხვის ხოცი წამოვიღო, ცხვის ხოცი და ეს პატარა ქაღალდები ვერ შველის. არა და ლუი არმსტრონგი გახსოვთ? აი 30-ზე მეტკბიც რო გამომაჩენდა ხოლმე რომ იღიმებოდა. პირსახოცით დადიოდა, ცხვის ხოცით კი არა, ჭარბოფლიანობა ჰქონდა და. კარგით. გადავიდეთ ახლა ჩვენს ერთად საკითხს, ჩვენს პრობლემებზე, რომელიც სამწუხაროდ არ გველევა. მე მინდა დღეს ვისაუბროთ. ახლა კიდევ პატარა შესავალი. ბატონ სოსოს თანაბრად წარმატებით შეუძლია ისაუბროს დაწყებული ცივილიზაციათა შეჯახებიდან სპასელის ყურეში რა ხდება და უკრაინაში რა ხდება ყველა ამ საკითხზე, მაგრამ ყველასა ჩიოდა და მენახე ბუზანგასაო. ჩვენი პრობლემები მაინტერესებს, გვაწუხებს და ამაზე მინდა ვისაუბროთ. თუმცა დავაზუსტებ, გლობალურ სამყაროში თითქმის აღარ არსებობს ჩვენი და შენი. უკრაინაში რაც ხდება, ჩვენ არ გვეხება? ირანში რაც ხდება, არ გვეხება? აი როგორც წყალში რუკების გადააგდებ, იქ გარშემო მონილული ეტალღებს კი ხედავ გარკვეულ მანძილამდის, მაგრამ იმის იქით ვეღარ ახედავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მოქმედებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბატონ სოსო, რითი მინდა დავიწყო ცით? უცხოელებს მიწის დაკითვასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? რამდენად სწორედ მითის ეს პროცესი საერთოდ უნდა დაშვებული იყოს თუ არა? გუშინ წინ დავწერე Facebook-ზე, რომ ერთმა მეგობარმა შეადარა დღეს მიწების გაყიდვა, ადრე ტყვეების გაყიდვას. ქართველებს ვატყვევდნენ და მიხავდათ და ხილიდნენ თურქეთის ბაზრებს და იქ ხო? მაგრამ მე დავწერე და მე ასე ვფიქრობ, რომ მიწების გაყიდვა გაცილებით მძიმე პრობლემაა, ვიდრე იმ ტყვეების გაყიდვა. თუმცა ზოგი ანგარიში 20 მილიონამდე ამ საუკუნეების მიხედვით. ეს ძალიან ბევრი ციფრია, მაგრამ ბევრი ხოა გაყიდული. რატო ეს უფრო პრობლემა? იმიტომ რომ დემოგრაფია 60,000 ჰექტარამდე უკვე გაყიდული, ხო? იმიტომ რომ ტყვეებს რო ყიდიდნენ დემოგრაფიულ წონასწორობას ქართული ხალხი ასე თუ ისე აღიდგენდა ხოლმე და მიწას რო გავყიდით. მე სადაგვიდგინოთ, მიწა აღარ გვექნება. ემიგრაციაში ვინც დაბრუნება, მიწა აღარ არის. მომავალთაობას რა უნდა ჰქონდეს, სად უნდა გამრავლდეს? არ არის ეს დიდი პრობლემა? და ის ვინც ყიდის, მათი უმეტესობა მზად არის იმისთვის, ჩემოდაში რაც აუცილებელია ჩააწყვოს, იქ ზოგს ვილააკ და ზოგს ობრალო სახლი და წავიდეს აქედან. და ჩვენ რა ვქნათ? ამიტომ ერთ-ერთ ღონისძიებად მე მესახება გამოქვეყნდეს ყველა იმ ადამიანის სია, ვინც ხელს აწერს მიწების გაყიდვას. სოფელში რომ დაწყებული ხო არ არის ხელს აწერს ჩვენი პრემიერ-მინისტრი. პრემიერიდან დაწყებული საკრებულოს წევრებამდე. იმიტომ რომ სოფელსო საძოვარი უყიდი. კერძო პირებიც, ხო, სოფელსო კერძო პირებიც, ხო, თავისას უცხოელზე ყიდიან. სოფელსო არა მარტო თავისას. ესეთი ბიზნესი აქვს ახლა, ესეთი ხერხი მოიფიქრეს. გოგოები, ესეთი სუბუქი ოფაქცების ძირითადად გოგოები. ხელს უწერენ, თქვათ ვიღაცას, ფიქტიური უცხოელს, ხო, ფიქტიურ ქორწინებას აფორმებენ. მე ყიდულობენ მიწას გოგონები. მე აკეთებენ განქორწინებას და ეს არის რა ქვია ეს მიწა რჩება ვიღაცას უცხოელს. ძირითადად აქ ლაპარაკია არაბებზე და პაკისტანელებზე და მოკლედ განსხვავებული აბა გერმანელი აქ ჩამოვა. გლობალური გერმანელი აი მოდი ხა რა იცი ჩვენ შემოგვეპარა უკვე დიდი ხანია ახალი კი არა
ის რომ ისა რა ქვია, ყველას ველაქუცებით აუცილებლად უნდა ვამტკიცოთ, რომ ჩვენ ყველა ერთნაირად გვიყვართ ძალიან დიდი ბოდიში, მე ეგრე არ ვფიქრობ. გერმანელი და ფრანკი თუ ჩამოვიდა, მე მოხარული ვარ. თუ ჩამოდის და თქვა თუ კიდრდება. აგერ არის მაგათ თითებზე ჩამოსათვლელი არიან, ხო? ერთ-ერთი არის რომელსაც კახეთში იყიდა. ფრანკი ხო, აკეთებს, ხო. არა, მე სიგანულით ავთქვი, რომ ისინი არ ჩამოვლენ ამ ბანგლადეშში. ხო და მაგას ვამბობ, კაცო, ეს არის ჩვენ ყველანი ვართ, ასე თუ ისე, ქართველები ვართ ერთ-ერთი წინაპარი საერთოდ პირველი ევროპელები ჩვენა ვართ ევროპული რასა და იწყება კავკასიიდან და კავკასიის მკვიდრიერი ყველაზე მკვიდრიერი ქართველები ვართ ეხლა ეს ჩვენ კი ასე ვიცოდით მაგრამ ეხლა გენეტიკური კვლევებით ვლინდება რომ ჩვენ ქართველები აი ჩვენი გენი ქრისტემდე ანუ ძველი წელთაღრიცხვით მე-19 საუკუნეში უკვე აქ ცხოვრობდა. ხოდა ასაიდან ჩვენ არ მოვსულ ვართ და ასაც წასვლას არ ვაპირებთ. მაგრამ საქმე ის არის რომ მივდივართ პლანეტიდან, საერთოდ პლანეტიდან მივდივართ, ანუ საერთოდ ვორთქლდებით. და ეს მიწა რომელიც ხადია ვიღაცას დარჩება. რა თქმა უნდა. ხოდა ამას ეხლა აი ამ მდგომარეობა საქმე ის კი არ არის მარტო ის კი არ არის რომ მიწები იყიდება. ეხლა ჩვენთან შემოვიდა კიდე ესეთი ბევრი მცდარი მითი ტრიალებს. აი ერთ-ერთი ასეთი რომ აი ბიზნესი და ბიზნესს უნდა შეუწყოთ. ხო და ბიზნესი თურმე არის მიწის გაყიდვა თურმე არის ბიზნესი ამათი გაყიდვა. სამშობლოს გაყიდვა არის ბიზნესი. რა კაი ბიზნესია ხო? კიდე სამშობლოს. მიწის იმათვის კარგი. ხო, ცალობით, ბითუმად. იგივეა რა, თავის დროზე რო დაწერა დიდმა კაცმა იყიდება საქართველოს. ხო. ხო და ეხლა ის რომ ავიღოთ რა ქვია აი ბიზნესი და ეს მშენებლობები რო ავიღოთ რომელსაც რატომღაც დეველოპინგს ეძახიან კაცო დეველოპინგი და დეველოპინგის სიტყვა ნიშნავს განვითარებას და ეს განვითარება კი არა დაქცევაა რაც ახლა ხდება ესე იგი სულ საერთოდ ერთი კვადრატული მიწა რო არ გაყიდონ ჩვენ მაინც გვემუქრება აი ამ მშენებლობების შედეგად კატასტროფა იმიტომ რომ ამ ახალ აშენებული ბინების სპინებში აი ამ კორპუსებში ხო ბინების ნახევარზე მეტ 75-80% კიდულობენ უცხოელები და მათ შორის ისევ და ისევ გლობალური სამხრეთის ანუ მოკლედ მაჰმადიანები ხოდა ეს უბრალო ამბავი არ არის ევროპამ დასავლეთ ევროპამ ჩაატარა ეს უხეირო ექსპერიმენტი და დღეს ისინი არიან სრული კატასტროფა აქვთ უკვე აქვთ წინაშე კი არა აღიარებენ კიდეც რომ შეწყობა იყო აღიარებენ კი ბატონო მაგრამ ეხლა უკვე გვიან არის გვიან ვარეთ ის ეკვენანი ხოდა ჩვენ ამას რომ გვიან ვარით ის ეკვენანიო მე უკვე ვამბობ რომ რამის გვიან არის ლამის გვიან არის და აი ხვალ უკვე იქნება გვიან და ხვალში მე გულისხმობ ალბათ წელიწად ნახევარი ახლა ასახელებენ რომ ესე 10 წელი 15 არავითარი 10 მამას არ უნდა გაჩ ამას უნდა სულ რაღაც წელიწად ნახევარი 2 წელიწადი როცა უკვე ვეღარ შეტრიალდება და საქართველოს უკვე ვერაფერი ვეღარ ეშველება დემოგრაფიული თვალსაზრისით და ეს გახდება ეს მიწა გახდება ერთ-ერთი ან სახანოა სასულთნო რაღაცა ესეთი ყოველ შემთხვევაში ან საემირო ჩვენი აღარ იქნება ხო, ქართველთა ქვეყანა ეს არ იქნება. და ქრისტიანთა ქვეყანაც ეს არ იქნება. არ იქნება ქრისტიანთა ქვეყანა. ქრისტიანული ქვეყანა აღარ იქნება. მეც პესიმისტურად ვარ მაგ საკითხისადმი, მაგრამ არა, საოცარი მასშტაბებით მიდის ეს ეგრეთ წოდებული სამშენებლო პროცესი. იმ ისეთი საოცარი მასშტაბებით მიდის, რომ ეხლა მაგალითად აი ის არის, რა ქვია, დღის წესრიგში არის, როგორც ეხლა უყვართ ხოლმე თქვა, აი ისნის მეტროსთან ის რომ ბაზრობა როა დიდი დაშლილი მანქანების ვიყიდება და რაღაც უზარმაზარი ტერიტორია კორპუსების აშენებას აპირებენ. ეხლა მაგალითად აი აქ ჩვენ მივდივართ შესანახი რო იყო ის უკვე დაწყებულია ის უკვე დაწყებულია ხო. ეხლა აი აქ ვაგონშემკეთებლის ეს ტერიტორიის ათვისება მიმდინარეობს ეხლა აი აქვე.
კორპუსების. ხო, კორპუსები, რა თქმა უნდა. საერთოდ რკინიგზის გავტანას რატო ფიქრობენ ქალაქიდან, საერთოდ რო გაიტანოთ რკინიგზა? ხო, რა თქმა უნდა, სინამდვილეში ხმამაღლა ამბობენ, რომ რა უნდა ქალაქში იმასო, რა ქვია, რკინიგზასო და მატარებელსო და ბიჭო, პარიზში თუ უნდა, ლაიფციგში თუ უნდა, ბერლინში თუ უნდა, რომში თუ უნდა, სადაც გინდა ნებისმიერ ლონდონში თუ უნდა, რა თბილისი ახლა რითიჯობია პარიზი ერთი გამაგებინე, გინდა არქიტექტურა თქვი და გინდა ქალაქ გეგმარება და რაღაცა ესეთი, ხო? და ხო და არაფერი სხვა მიზანი ამას არაა, გარდა იმისა, რომ გაიტანო რკინიგზა და ეს უზარმაზარი ტერიტორია გამოჭედონ ისევ ამ უსახური ბეტონის ჯუნგლებით და ამ ქალაქს აი საერთოდ ეს ვიწრო ხეობაშია კომუნიკაციები ვერ იცვლება და ვერ შეიცვლება ისეთი ის არის კომუნიკაციები ეს ხალხაყონილობა იქნება და რაც თავარია კიდე ქუჩები და ეს ქუჩები ვერ დაიტევს ამდენ ხალხს ეს ხომ მოხდება ეს აი ქალაქის კოლაფსი მოხდება მაგრამ ეს იწევს ესე იგი ჩვენ დემოგრაფიულ ჩვენ ეროვნულ კოლაფსს იწევს და ამათ გონიათ ეს ბიზნესი ქვეყანას კლავენ საქართველოს კლავენ ამას ეძახიან ბიზნესს საოცარია გამოუგნებელია აი ეს რაღაცა დებატები რო იყო ხოლმე ეხლა აგვისტოა და გაჩერდა ხო და იქ ვიღაცებს იწევდნენ როგორც საჩანს ისევ იმ ხალხს ვინც კორცუგურებს ხო აი კარგად კორცუგურებს ხო და ისაო აბა ეს გაჩვენეთო სად არის ის 6 მილიარდი სად არის და 6 მილიარდი რო გაჩვენოს რა თანახმა ხარ რომ სამშობლო 6 მილიარდად გაყიდო თუ 60 მილიარდა თუ 600 მილიარდად არც ერთ ფულად და არც ერთ ახალ სამშობლო არ იყიდება კაცო აქ ლაპარაკი იმაზე კი არა რომ რაღაცა გაყიდო იყიდო აქ ლაპარაკი იმაზე რომ ეს ქართველიერი იყოს თუ არ იყოს როცა შენ ხელს აწერ ამ 6 მილიარდს ხელს აწეს რომ აწერე რომ არ იყოს საქართველო და არ იყოს ქართველიერი აი ეს მოკლედ უბრალოდ როგორც გინდა ისე თქვი იმიტომ რომ მეც ვიცი ხოლმე რა ცოტა ხანდახან იქიდან შემოვლა, აქედან შემოვლა. როცა ეს ხან რაღაცნაირად შეიძლება, აღარ შეიძლება. ორჩა რა ზღვაზე ვართ. არც ის არ შეიძლება რომ კაი ხო დღეს არა უშავს, აბა ნახოთ ხვალე როგორ იქნება. ხვალე აღარ იქნება. ხვალე ჩვენ აღარ ვიქნებით. აღარ იქნება ეს ქვეყანა. დღეს თუ ეს გავისა ამ პროექტებმა თუ გაიმარჯვა და ეს ტოტალური მშენებლობა თუ არ გაჩერდა, აი ხო არის ეგეთ თამაში, მოდი პრეზიდენტობანა ვითამაშოთ თუ რაღაცა და ისე რომ ყოველი შემძლე პრეზიდენტი იყო, რას გავაკეთებდი? რას გავაკეთებდი? პირველ რიგში ყველაფრის შენებას აბრძალავ. საერთოდ საცხოვრებელი კორპუსების შენებას აბრძალავდი. უნდა შემოვიდეს მონაშენეთა განცხადება მონაშენეთა. აი ეს თავისი სიით, თავისი ყველაფრით რა პირადი საქმეებით და იმათ უნდა მიეცეს უფლება რომ როგორც კოოპერატიული ბიძაშენდება იყო იმათ თავიანთი სახლები ააშენო ბიჭო შენ აშენო უბრალოდ ესე იგი ეს უზარმაზარი კორპუსები და მე რა ვქნაო ეხლა უნდა უცხოელებსაც მივყიდოთ რომ აბა არ არის ყიდული თუ არ არის ყიდული რატო აშენებ გამოგებინე იმისთვის აშენებ რომ ისა რა ქვია ვისაც ფეხი აუწდება რომელიმე ქვეყანაში არ ჩამოვიდა ყველა მაქი ცხოვროს კარგი რა კაპექსი იშოვის აქ და კიდევ არ უშოვია ესეთიც იმიტომ რომ ტორვით აქტის მიხედვით ეს არის რა ქვია სახელმწიფო რასაც ჩვენ ხელი მოაწერეს ვარდებულია უზრუნველყოს ბინით და ბინით მატერიალური დახმარებით და ღირსეული სამუშაოთი ქართველები უზრუნველყოფილი არიან ღირსეული სამუშაოთი რომ მილეთის ხალხი ჩვენ აქ მაშრიკ მაღრიბი ჩამოვასახლოთ და ახლა ისინი უზრუნველყოფთ ღირსეული სამუშაოთი სასწაულია ვინ მოაწერა მაგაზე ხელი როდის ჩვენ რომ თავრობა ამან თუ წინა ამან სანკალიანმა მოაწერა პირადად სანკალიან და რა იძულება იყო რა ისთვის ну რა ვიცი ხო ზვაკალიანი ხო არ გადაწყვეტა რა გადაწყვეტილებებს ვინც იღებს თქვენ კარგად მოგეხსენებთ ისეთი ვიცი რა ციფრი დაასახელეთ მიწის გაყიდვაზე უცხოელებისთვის 60,000 ჰექტარი 60,000 ჰექტარამდე არა ეს ცოტა ძველი მონაცემებია ხა შეიძლება უკვე მეტი ეხლა ის დე აღარ იქნება საჭირო უფრო ხო ალბათ საუბრობთ კარგით ბატონო ეხლა თქვენ რა მონაზიებისაც აქტიური მონაწილე ხართ
იმ თემაზე ველაპარაკოთ, ხედული მაშინ მაქვს ბრძანის ეს უთაბულო და უაზრო და დამოუკველი მშენებლობები რა ალტერნატივი რა დონეზია როგორ მიდის არ არის ჯერ მშენებლობა და რამე არ არის ეხლა საქმე ის არის რომ კარგად მოგეხსენებათ რომ ეს არაბული კომპანია რომ არის Eagle Hills-ი ასე იგი მათ გადაეცათ მათზე გასხვის და ეს ტერიტორია აქ საქართველოს მთავრობაზე პირად ამბობს რომ 33%-ო ჩვენ ხელში ჩვენ გვაქვს ეს 33% ძალიან მაზალო პროცენტია იმიტომ რომ მოგესენებათ რომ თუ შენ ხელში არ გაქვს 51% ვერ მართავ სიტუაციას ხო და ისე რომ ამ არაბულმა კომპანიამ დაიქირავა თურქული კომპანია ეს თურქული კომპანია უკვე შესული არის აი ამ ქთანისის ტყეპარკის ტერიტორიაზე რომლის ყოველი გოჯი მიწა გაპოხიერებული არის ტრისა და სამშობლოს ჩვენი ქართველების სამშობლოს დამცველების სისხლით და ძვლებით ხო და ახლა ისინი დადიან რაღაც უზარმაზარი მანქანებით მიწას ბურღავენ და იღებენ სინჯებს სხვადასხვა სიღრმიდან კერნი ქვია ამას რა კერნი ესე ჩადის და იქ ესე ცილინდრული მიწის და ნიადაგის და ქვის და ყველაფრის რამ სიღრმეზე რა არის სად ქვარი სად ორია სად თიხა და ასე შემდეგ ანუ რამიზეით რამდენი ეს იმიტომ როგორი ტიპის აძირკველი უნდა მოეწოს იმისთვის როგორი ტიპის მან მოგეხსენებათ ეგ არის ჭალის ტყე არის ეს კწანისის ტყეპარკი არის მტკვრის ჭალა და ჭალის ტყეა ჭალის ტყე განსხვავებული ტყეა სხვანაირი ტყეა საერთოდ არ აგავს თქვათ აი მთის ხეობების მიმდებარედ მთის ხეობებში მთის მდინარეების ხეობებში რო ტყეებია სუსვანაირი ტყეებია იქ ბუხნარი და წიფნარი და რაღაცები რო ეს აქეთ ეს არ არის აქ არის სხვანაირი ტყე არის უზარმაზარი საუკუნოვანი ხეებია წალკოტი აი წალკოტი დედამიწაზე რასაც ქვია ხო და ეს მყარი არის დატოტვილი უამრავი ტბა არის ამ ტბაში არის უამრავი გარეული წყალხმელეთა ცხოველი ყარყატები წეროები რა ვიცი ყველაფერია ხოხობი და რა ვიცი გადამფრენი კუნძულები მან ჩერდებიან და გადამფრენი კუნძულები ბატონო მე ყველაფერს გავანებოთ ესე იგი ეს არის ასევე ფილტვები როგორც თბილისის ისე რუსთავთან იქვია მიბულია შეიძლება თქვა სუსტად ხო და რა ვიცი როგორ ვთქვა ახლა მე იმას ვჩივი რომ აი ჩაულებრივ აი ეს კორპუსები რო შენდება ქალაქში და მთელ ქალაქში ხო ხა ცენტრი ალბათ აღარ არის ადგილები ხო და განაპირე ადგილებში ის არის ერთ-ერთი დიდი უბედურება იმიტომ რომ იქ ისევ და ისევ ჩვენი როგორ ვთქვა მოკლედ იქ ხდება უცხო ტომელების დასახლება ძირითადად ეს არის შემოსევა სხვა ვერაფერს ვერ დაახვევ კაცო ესე იგი რომ მოდიოდნენ თავის დროზე რომ მოდიოდნენ ზარბაზნით თოფით ცხენით შუბით ხვლით ასე შემდეგ ხო ახლა ჩვენ თვითონ დავპატიჟეთ ჩვენმა თავრობამ ხელისუფლებამ და მოდიან ფულით და იკავებენ ჩვენ სასოცხო სივრცეს ეხლა საქმე რა არის ანალოგიური უკვე მოხდა დასავლეთ ევროპაში ხო და ეხლა ეს ისე კი არ მოხდა ჩვენ საოცარი ქვეყანა ვართ აქ არაფრის გეგმა არასოდეს არ შემდგარა არასოდეს ყველაფერი სპონტანურად ხდება ისე თავისით რაღაცა ხდება და მე ეს ეგრეთ წოდებული სხვადასხვა თავრობები და ხელისუფლებები აქ აი ამ უკვე აგორებულ სიტუაციას მოარგებენ ხოლმე თავის ფინანსურ ინტერესს რომ აი ამ მდგომარეობიდან ფული როგორ შეუძლო ყველა ნებისმიერი მდგომარეობიდან სამწუხაროდ ხო და ახაც ამასაც მოარგეს ეს სიტუაცია და აბა კორპუსების მშენებლობა ახლა მთავრობას არ დაუწყია დაიწყეს ჩვეულებრივ ადამიანებმა ხო ეს გაგრძელდა ეს კოოპერატიული მირჩევლობა რო იყო საბჭოთა კავშირში ხო ის იმ ტიპის მშენებლობა გაგრძელდა ესე კერძო ინიციატივებით იყო და ის მაშინ აზრი ჰქონდა იმას და ის იყო
ბუნებრივი და ჩვეულებრივი მართლა საერთოდ მიღწევა არ არის ეს როგორც რო ვთქვათ ესეთი ჩვეულებრივი ბიზნესი განსაკუთრებული ბიზნესია თქად ბიზნესიც არ არის ადამიანს სახსო იშენებს თავისთვის ეს რა ბიზნესია კერძო ხო და მე კიდე ეს სახლია თუ რაღაცა შენ მიწას შეიძლება რაღაცა და ესე იგი იქ სახლს ააშენებ და კაი მე ამას გაყიდი ანუ გამოდის მე რომ მიწასაც ყიდი ხო იმიტომ იქ სახლი დგას და იდგება და ის მიწა შენია თუ არ არის შენი თუ კი მოგცეს იქ აშენების უფლება ესე იგი გამოვიდა რომ ეს მიწაც გაყიდე ხო და მიწას რამდენჯერ გაყიდი აი ესე სახელმწიფოების მასშტაბით რო შევხედოთ რო ამბობ ბიზნესია აი მაგალითად შევადაროთ მაგალითად შენ უშვებ მაგალითად ველოსიპედებს დაიწყო ველოსიპედების გამოშვება და ყოველწლიურად უშვებ ხიდი გავა ორი საუკუნე და ხიდი ველოსიპედის თუ კარგია რა ხო და სულ იყიდება და ამ მიწას რამდენჯერ გაყიდი სამშობლოს რამდენჯერ გაყიდი ერთხელ გაყიდი და დამთავრდა აღარ მიგმერო სამშობლოს რა ჩვენ რაც ხო ჩვენც უნდა ანუ დავიხოცოთ ანუ გავიქცეთ ამ ქვეყანას ბატონოს ხო და რა ვიცი კაი გისმენთ ამის წინ ბატონი გივით ართაკიშვილი ყავდა გახსოვთ ალბათ ხო არა კომიტეტის თავმჯდომარე იყო და რაღაცაზე მოყვა რომ იქ ხომ ყოველი ბუჩქი და ყოველი ხე წინააღმდეგობა ზღვის მიმართ წყლის მიმართ რომ მოგვარწაიოს და ამაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და მე ესე გადავუკარი სიტყვა ჰოლანდიელები მეთქი წალისის ტყეპარკს გაჩეხავდნენ ხო გაგურებით შეუხედა გაეცი ვინ გაჩეხავს კაცო და ჩვენ რა ვქნათ ჩვენ ეხლა მე რაც შემიძლია პირადად Facebook-ზე ვწერ აგერ თქვენ გესაუბრებთ ამ თემაზე რაღა დაგვრჩა ალბათ ერთი ეს დაგვრჩა რომ პოლონეთში უნდა და მსგავს ადგილას გზის გაყვანა. სულ კი არ უნდა აიღოთ ის პარკი ერთ-ერთ ქალაქში. გზა უნდა გაიყვანოთ. პოლონელები ხეებზე ავიდნენ და სანამ არ გადაიფიქრა მთავრობამ არ ჩამოსულან იქიდან. ავიდეთ მაშინ ეს რა დაგვრჩენია, რა ვიცი, დაგხოცავენ ჩიტები ჩამოყრია. არ ვიცი, ეხლა მაგალითად 14 თუ 15 დღეა რა დღეს. რაც იქ ეხლა იქ არიან არაჩვეულებრივი ადამიანები ხატია ჯანაშია რომელიც არ ვიცი ეს არის გმირი ხალი აი სული და ხორცით პატრიოტი და სული და ხორცით ესე იგი როგორ გითხრა აი როგორც აი რო უყურებ ხოლმე მგონია რომ ალბათ აი ესეთი აი ამაზე ითქმის რომ ქართლის დედა რო იტყვია ქართლის დედა მაიაწყნეთელი და ბძას ხო აი რაღაცა ესეთი რა ხო და რომელიც მზად არის რომ რა ვიცი თავის სიცოცხლე ყოველ წამიერად მზად არის რომ თავის სამშობლო შესწიროს და სხვები თუ ვინმე ჩდებიან იმისათვის რომ იქ სურათი გადაიღონ და მე პარტიული ქულები დაიწერონ ხო და როცა ლაპარაკია რომ თქვათ ესე იგი სხვები მოდიან ხო ხო და ახლა აქ ხატიამ რამდენჯერმე თქვა რა სხვადასხვა ეთერებში და თავის პირად ბლოგში რომ კაცო მოდით დავიდეკით გვერდით ხარში ამოგვიდეკით იმიტომ რომ მე უკვე გვიან იქნება მადლობა ღმერთს ჩემ შენებლობა არ არის დაწყებული ჩემ მხოლოდ აი მოსამზადებელი სამუშაოებია მაგრამ ყოველ ეტაპზე უნდა ხელი შეუშალო ესე იგი არ უნდა გააკეთებინო, არ უნდა მისცეს საშუალება რომ საერთოდ დაიწყონ. ხო და მაგრამ აი ამ სხვადასხვა დაჯგუფებებს, პოლიტიკურ დაჯგუფებებს, როგორი შეხედულება მოვალთ პარტიულად ჩვენი ბანერებით, ჩვენი დროშებით, მოვალთ მიტინგ ჩავატარებთ და წავალთ. ასე არ გამოვა. შენ როგორც კი მოხვალ ისინი შეიძლება სალაცას გვერდზე გავიდნენ როგორც კი წახვალ გამოვლე და გააგრძელებენ მუშაობას იქ საჭიროა ისე მაგრად დადგომა რომ ესე იგი შენ იქ არ უნდა შეუშვა არავინ იმიტომ რომ ეხლა შეიძლება ეს ითვლებოდეს რომ ეს არ არის თლათ სწორი და თლათ ცივილიზებული და რაღაცა მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში ვინმე მკითხა საქართველოს ეს ქვეყანას ხალხს ვინმე მკითხა როცა იმას ვიღაცას იქ იგიხსია თუ ვიღაცა იმას რაღაც ხელშეკრულებას და უფორმებდა და 10 ჰექტარი მიწა უნდა გადაეცათ ეხლა მე ამას ვაუბრობ მარტო აქ თბილისთან და თბილისსა რუსთავს შორის ამ ტყეპარკში ხო და იქ კიდე სხვა არის ზღვაზე რას კეთდება
ხო და კიდე რამდენი სოფლები და ისინია ხელშეკრულება ბატონო პრემიერმა მოგვახსენა რომ არის საიდუმლო და არ წაგაკითხებთო პირდაპირ ეთერში გითხრა ვარაო არ შეიძლებაო საიდუმლოა კომერციული საიდუმლოა რეფერენდუმის დანიშნულება რა არის რეფერენდუმის დანიშნულება ეგ არის ხო ორჯერ ტარდება რეფერენდუმი ორჯერ კი არა კაცო ხო ეგ ნებისმიერ სერიოზულ საკითხზე ხალხს ეკითხებიან გამოკითხვა ხო აქ რა საჭიროა და ეს შვეიცარიაში და ეგ არის პირდაპირი დემოკრატია როცა ხალხი თვითონ ახორციელებს დემოკრატიას მართლობას ხო და აქ სანამ ახლა აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ დავიბრუნებ თუ არ შეიძლებაო ხო და მოკლედ ესე იგი შეიძლება ვთქვათ ვინმეს ეთქვა რომ მოდი აი სამართლებრივი ბრძოლა მოდი საზოგადოებრივი აზრი შეხვედრები შელობა იქითური აქეთური ამასობაში უკვე დავიანდა არ არის მაგისი დრო შემოვიდნენ უკვე შემოყავთ ტექნიკა შემოიყვანეს უკვე იქ არიან დაბანაკებული საქმიანი ეზო აქვს ენრაოდენობის ტექნიკა და გაქანებული მუშაობა დაიწყო ხო და შენ ახლა იარე და ილაპარაკე სხვადასხვა ადგილებში და იმშელე და რაღაცა ამასობაში უკვე გაყიდვები დაიწყეს ეგ უნდა მეკითხა უკვე ბირჟებზე დაიწყო ხო აი ჰაერი იყიდება უკვე ახლა ჩემს ყოფნაში ტაქსმა მოიყვანა ორი ახალგაზრდა ქალბატონი ერთი წარმოშობით ქართველი ოღონდ გარუსებული და ერთიც რუსის ქალი ჩვენიერი კარგი შესახედავები იყვნენ უნდა მოგახსენოთ ხო და ვინმე ვიყიდოთო და როგორ იყიდებო პირობებში თხარი აქ არ იყიდება ქალბატონო ჩვენ არ დაუშვებთ რა გრავიაშენდეს გამოვიცხეთ ეგ ამბავი სხვაგან არ მიდით ქალაქშაცასი რაღაცა იყიდება და არც არავითარი იმედი არ აქვს თუ რა корпуსი იქნება თქვენ რამეს იყიდეთ ხო მაგრამ იმათ ხო შეუძლიათ ინტერნეტია და იმ ბირჟაზე იყიდო ჰა ბირჟებზე შეუძლიათ რა თქმა შეუძლიათ არა უნდა და თენახათ რა მაგათ ეგონათ ალბათ რომ უკვე რაღაცა არის ხო და რა აქ ახლა ტყეა თქო უთხარი ტყე პარკია შედი და ნახეთ ბოდონ ლამაზი ტყე პარკია კარკოტი გეთენები აუც ოქნათ აი მე მოგესალმებათ რომ არა ვარ ეს რა ქვია ბაევიკი და არა ვარ არასოდეს არ გამიკეთებია ჩემი არაღი ყოველთვის კალამი იყო და დრო იყო ხომი ასევე კამერა და ვთქვათ ესეც საუბარი და მშენებლობა და ეკონომიკური ვთქვათ ეს რა ქვია ანალიზი და ასე შემდეგ არ არის დრო მორჩა ისე სწრაფად გააკეთეს ეს ყველაფერი რომ უცბად ჩვენ რაღაცას ცოტა მიძინებული ვიყავით და გავახილეთ თვალი და დაწყებულია უკვე იქ ახლა გონიოდანაც მოვიდა ამბავი რომ იქ იყო სამხედროები იყვნენ შესული იქ განაღმული ყოფილა თავის დროზე განაღმვითი სამუშაოები ჩაუტარებიათ დაუმთავრებიათ და ახლა იქაც დაიწყება და შევა იგივე ეგეთივე ტიპის მანქანები სავარაუდოდ ისევ თურქული კომპანია იქნება ამავე ფირმის არ ვიცი ამ ფირმის იქნება თუ სხვა არა ხო არაბული ხო მაგრამ იქაც ალბათ თურქულ კომპანიას დაიქირავებენ რომ ამას სპეციალურად აკეთებენ როგორც ხდები ახლა ჩვენ ხო ქონდა შეხლა შემოხლა ქონდა ამ იმასთან თურქული კომპანიის ხალხთან იქ ვიც მუშაობდნენ ხო და ნუ ერთი საკითხია რომ რასერჩი ესენი დაქირავი არ ვერჩი მე მივედი მე მივვარდი თვითონ მოვიდნენ ხო მაგრამ ჩვენ ვეუბნებით რომ ჯერესეთი არ არის სწორი ხა ლაპარაკში მე იქ უთხარი ამ თურქებს იქ მომავალ ლაპარაკში რომ კაცო სამშობლო მიწების გაყიდვა ეს არ არის მეთქი ბიზნესი და თქვენ ეგ არ გესმით მეთქი მაშინ მე დამეთანხმე რა თქმა უნდა არ არისო მაგრამ ჩვენ შეგვეშ ვართ მაგრამ რა ხნა მე ხარ შენ მოდიხარ შენ შემოხვედი ხო შენ შემოხვედი ამ ტერიტორიაზე რომელიც დაცული ტერიტორია ნაკრძალია ანუ ბატონსო სინჯებს იღებენ. შემდეგი ეტაპი რა იქნება? ხეების გაკაფვა? ხო, რა თქმა უნდა, ხეები ის არის, რა ქვია, შემოვლილია, განომრილია, რა უნდა მოიჭრას, სად უნდა მოიჭრას, სად გზა უნდა გავიდეს, სად რა უნდა გაკეთდეს, კატასტროფა. ხო და მაგრამ როგორ არის, იცი რომ უფრო ფართო მასშტაბით უნდა დიდი სურათის დანახვა ასაჭირო. აი თქვათ წარმოვიდგინეთ და თქვათ ჯერ სად არის
რეფერენდუმს და დაწმუნებული ვარ რომ სხვა გზა არ იქნება და დაიხევენ უკან როგორც სხვა დროსაც მოხდა ხოლმე როცა უგუნურ გადაწყვეტილებებს იღებენ ხო და აი თქვა და დაიხიეს უკან და რა მნიშვნელობა აქვს აი ამ კორპუსებს რო აშენებენ ამ კორპუსებში ხო კიდიან იგივე იქნება დიდი უზარმაზარი გლობალური გადაწყვეტილება გლობალური არასწორად გლობალური მოგეხსენებათ გლობუსს ნიშნავს დედამიწას და ეს არ არის დედამიწის მასშტაბის რა თქმა უნდა მაგრამ დიდი მასშტაბის არის ხო ჩვენი ქვეყნის მასშტაბის ჩვენი ერის ყოფნა არ ყოფნის საკითხია დღეს მშენებლობაში სამშენებლო ბიზნესი წვეთს იქნება თუ არა ქართველი ერი საერთოდ იარსებებს თუ არ იარსებებს თუ გადაშენდება საბოლოოდ აი ჩვენს თვალწინ ჩვენ სიცოცხლეში შეიძლება გადაშენდეს ხო და მაშინ ისვის აბა რა ქნას კაცო ამ სამშენებლო ბიზნესმა დაროცულო სამშენებლო ბიზნესის გარდა სხვა ბიზნესი არ არსებობს მთელი ჩვენი ბაზარი წაღებული აქვს იმას იმპორტს რა არ არსებობს სოფლიოში ხერხები აი ეს მკითხეთ აბა მკითხეთ როგორ რა არის ალტერნატივა და მოგახსენებთ რა არის ალტერნატივა აი დღეს გავაჩერებ ბიზნესი საწავიდე სადიმუშაოს ეხლა ვაგეთ ხო? კი. დაღირებას დარწმუნებია. გავგზავნე მე ეს პროექტი დაწერილი მაქვს, ხარზე არაფერს არ ვლაპარაკო, თავრობას გავგზავნე ჩემი პროექტი. ხო და იქ წერია რომ როგორ უნდა ავაღორწინოთ ჩვენ ისა, რა ქვია, ჩვენი მრეწველობა და როგორ უნდა შევძლოთ რომ კონკურენციაში ვაჯობოთ ჩვენს მეზობლებს და არც ისე მეზობლებს. ახლა ჩვენი ბაზარი მოგეხსენებათ ზოგადად თურქეთს და ირანს აქვს აღებული მათ პროდუქციას, ხო? და არა მარტო პროდუქციას, არამედ კომპანიებს და ასე შემდეგ, ხო და პლუს ჩვენეთი. ჩვენ ამ იმ კანონმდებლობით, რა კანონმდებლობითაც ჩვენ მუშაობთ ის კანონმდებლობა თლიანად სრულად არის ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ შედგენილი. მე არ ვიცი ის ვის შეადგინა, მაგრამ ის ვინც ეს კანონმდებლობა შეადგინა, იყო საქართველოს მტერი. კერძოდ რომელ კანონზე გაქვთ ლაპარაკი ერთი? აი ის რაც უზრუნველყოფს კი არა, სადაც ლაპარაკია კონკურენციაზე. კონკურენციაზე. იქ ბევრი კანონებია. ეს არის საგადასახადო კოდექსი, საბაჟო კოდექსი, მისი ნორმები, ასე ტენდერების კანონი, სახელმწიფო შესყიდვების კანონი და რა ვიცი, ძალიან ბევრი კანონი. ეხლა რა თუნდა ამას ბევრი ლაპარაკი რომ ქართული კომპანია თუნდაც თურქულ კომპანიას კონკურენციას ვერ გაუწევს იმის გამო რომ თქვათ იმას ერთი მასშტაბები, მაგრამ ეხლა ჯერ მასშტაბს ამბობ. თუნდაც იმის გამო რომ ესე იგი იმას კრედიტი აქვს დაახლოებით ესე სამჯერ უფრო იაფი. ყველა კომპანია მუშაობს კრედიტით. ყველა არ არსებობს კრედიტის გარეშე და ბანკების გარეშე მუშაობს. ჩვენთან არის დამახჩობელი კრედიტები, იქ არის ხელშემწყობი კრედიტები. ახლა ის მასშტაბი რაც თქვენ ბრძანეთ 100%-იანია, რა თქმა უნდა, მასშტაბს უზარმაზარ მნიშვნელობა აქვს. მე კიდე როცა კომპანია თავის ქვეყანაში ფეხმოკიდებულია და ფესმომდგარია, იმისთვის ახლა საზღვარს იქით გადასვლა და იქ მუშაობა ბევრად უფრო ადვილია, ხო? მე როცა შენი თავრობა და შენი ხელისუფლება კიდე ესე იგი იმის გარდა რომ იაფი კრედიტია რაღაცეები, კიდე ამისა ესე იგი ხელს გიწყობს ფინანსურად გადასახადების მიხედვით, როცა შენ გადიხარ საზღვარგარეთ. როცა შენ ექსპორტზე გადიხარ, ეს შეიძლება შრომის ექსპორტი იყოს, შეიძლება საქონლის ექსპორტი იყოს. ხო და მაგასენებათ რომ ამას ძალიან აქტიურად აკეთებს თურქეთის თავრობა. ხელს უწყობს თავის ბიზნესს, ის სწორად იქცევა. ჩვენები იქცევიან უკუღმა, თორე ისინი სწორად იქცევიან თავისი მისი პოზიციებიდან. ხო და მთელი ეს კანონმდებლობა შესაძლებელია. მათ შორის ესე იგი უამრავი რამ არის შესაძლებელი კონსტიტუციას. კონსტიტუცია არის ჩვენთან, არ ვიცი, ანუ იცინო თუ იტირო რა, რო კითხულობ ორივეს ისა რა ქვია სიცილის არგუმენტიც ბევრი გაქვს და ტირილისაც. ამ ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით თურმე გამოდის რომ ეროვნული ბანკი პასუხს არ აგებს ლარზე. ლარზე არ აგებს პასუხს. პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი პასუხს არ აგებს კეთილდღეობის დაზე. არ არის მისი საქმე. გაიგახიანს დაგვაქვს დაგვაქო და სად არის რა დილას არის ეს და ვის ოჯახშია ეს და
ერთი 200 ოჯახშია სულ. დანარჩენი ყველგან კლებაა და ყველგან ვარდნა. რატო გარბის ხალხი ამ ქვეყნიდან როგორც კატასტროფის ზონა? ინკლუზიური არ არის ის ზრდა მიდის გარკვეული ფენების შივეში. ხო, რა თქმა უნდა, მაგას ვიძახთ დაახლოებით 200. და მილიონი პროცენტით. ხო და ჩემი პროექტი არის მოკლედ რო ვთქვა დაახლოებით ესეთია რომ დღეს რაც გვაქვს იმპორტიაურია თუ ის არის თუ ეს არის საერთოდ ამითი განსხვავდება ზოგადად აი მთავრობის დამოკიდებულება და ხალხის დამოკიდებულება რომ მთავრობას ბიუჯეტში ფულს უგზავნის რეზიდენტი კომპანიაც, იმპორტიორი კომპანიაც, ექსპორტიორი თუ ყველა არა აქვს მნიშვნელობა ის თურქულია, გერმანულია, ინდურია, პაკისტანური არა აქვს მნიშვნელობა იქ რო არის შემოსული და ის უცხოური ინვესტიციით არის ის რაღაცა შოულობს გადასახადი მიდის ბიუჯეტში. ამიტომ მთავრობას რომელსაც ქვეყანა მოდი ესე ვთქვა და ერი ფეხებზე კიდია ეკონომიურადაც ესე იგი ესე გამოდის რომ მას ბიუჯეტში ამით არაფერი არ აკლდება უცხოელი იხდის თუ ადგილობრივი. კაი კონდეს ეს რაცაც ესე იგი ეს ხალხი იხდის ეს კონდეს და ბევრია ეს დიდი ბიუჯეტი გვაქვს. სამწუხაროდ კაი ამაში არაფერი არ არის ქვეყნისთვის. მაგრამ ჩვენ ხო სობრა არ ვიცი ხა რამდენი დარგი არსებობს, მაგრამ ამ დარგების უმეტესობა ჩვენ არ გვაქვს. მათი დიდი ნაწილი გქონდა და აღარა გვაქვს და ზოგიერთი არც არასოდეს გქონია, ხო? ხო, მაგრამ აი მაგალითად არა გვაქვს არც მანქანათმშენებლობა, არც ისა რა ქვია ჩამშენებლობა. იქით რო დაიწყოთ ჩამოთვლა უკეთესია რა. რა გვაქვს, ხო? ნუ რა გვაქვს ახლა წლები გვაქვს, ვინობა, ტურისტი გვაქვს, შენებლობა და ალებალია და შენებლობა ისიც ატიერული ხო. ხო და აი ალბათ ერთი 10 დარგი თუ ჩამოითვლება რაცა გვაქვს. ნუ საწყობებიო რაღაცაო საწყობები ინფრასტრუქტურა რომ ითვლება. ხო და დისტრიბუცია და საწყობებას ჩამოთვლიან ხო. ხო დანარჩენი რაც არა გაქვს, ხო შეიძლება კი არა ვამბობ მე რა. ეს გავათავისუფლო რაც არა გაქვს და 10 წელი შეიძლება რომ შეიქმნას სულად ახალი ხო? შენ არაფერი ხო არ გაგდება ბიუჯეტში ეს შეგავათიათ მიუნდექი შენ მაინც არაფერს არ აქვს 30 წლით გავათავისუფლოთ ყველა კორპორატიული გადასახადისაგან. ეხლა ბედი ჩამონათვალე მაგას არ აქვს მოგების გადასახადი, დეგის გადასახადი და შეიძლება ის გადაულისა რა ქვია რაღა დარჩა. ეგ არის რა, ვიცი ხო? ხო და რატო 30? რატო 30 და ამ ქვეყანას ძალიან დიდი ეხლა ჩვენ ხო ვიძახით რომ აი ჩვენ კარგად გილასავართ ის არის კარგი კლიმატი გვაქვს კი ბატონო მაგრამ ეგ მეორე ხარისხოვანი არის კომპანიისთვის ხილი კომპანიისათვის ვთქვათ რომელმაც შეიძლება მოიფიქროს ან არ მოიფიქროს ინვესტირება ამ ქვეყანაში მისთვის თავარი არის რომ ესე იგი საერთოდ ბიზნესის დაგეგმა ხო უკნიდან იწყება, გაგედვებიდან იწყება. ხო და შენ სუსტი ბაზარი ხარ. შენ ხარ მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანა, სადაც ღარიბი ხალხი ცხოვრობს. შესაბამისად მასშტაბი პატარაა, ღარიბი ხალხი როა კიდევ უფრო პატარაა და ამიტომ ის აქ გასაღების თვალსაზრისით ეს ქვეყანა გიტყოფილა გინდა რა, არაფერი არ არის, აი ნულია. ხო და რატო უნდა გაყიდოს შენ რატო უნდა ააშენოს შენთან ქარხანა როცა შენ ესეთი მდგომარეობა გაქვს პატარა მცირე მასშტაბიანი ხარ როგორც ფინანსურად ისე რაოდენობრივად ხო და ამიტომ რაღაცა უნდა იყოს სხვა ბევრად უფრო წონადი ბევრად უფრო დიდი წონის მქონე რომ ესეთი ეს მინუსები გადაფაროს მე ის არის რა ქვია კვალიფიციური მუშახელი არ არის ჩვენ გვყავდა ძალიან კარგი დიდი ფენა ქონდა იმის რა ქვია სხვადასხვა ინჟინერების ბუშების სხვადასხვა კვალიფიკაციისა და მიმართულების ხო ბუშების სხვა დარგებში აღარ აქვს მოსპეთ თავისით კი არ მოხდა მიზან მიმართულად მოსპო ყველა ხელისუფლება რომელიც კი მოვიდა მთელი ამ 35 წლის მანძილზე ესეც უზარმაზარი მინუსია მე კიდე ერი ბებერია და ახალგაზრდობა გარბის განსაკუთრებით დიდი ტემპით. ხო და თქვათ ის ხალხი რაც არის ისიც უკვე ახლა მე ვთქვი რომ ქარხანაში რა პროფესია უნდა შევიძინოთ და სად უნდა ვიმუშაოთ რომ ჩარხებზე ხო? ყარაულად თუ გამოდიხარ. ხო. ყარაული აღარ ჭირდება. კამერებს დააყენებენ და მორჩაკინი.
ხო და ანუ ესეც ესე იგი ის არის მინუსია, ხო და ეს ყველაფერი რომ გადაიფაროს, ამისათვის საჭიროა რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, რომ შენ ათავისუფლება გადასახადების ეს ძალიან დიდი რამეა. შეიძლება თვალი კი არ დახუჭოს სხვა რაღაცებზე, არამედ იქ მონახოს, რომ რადგან მე ხარჯები ცოტა მექნება, ხო, იმ რაღაცა ნაწილს იქ დავხარჯავ იმპულს და მოვაწყობ ისე რომ ესე იგი ის დავაფინანსო ის ამბები რა. ანუ ექსპორტზე ვიმუშაო, თქვათ ესე იგი კადრების მომზადებაზე ვიმუშაო და გაზდაზე ვიმუშაო და რაღაცები და აი ბალანსდება მე რა 30% იმიტოა საჭირო 30 წელი. თორე 10 წელი რო იყოს თქვათ ახლა მაგალითად რუსეთმა თქვას რომ 10 წელი გაგათავისუფლება, ომი რო არ იყოს იმ შემთხვევაში რუსეთში რა. რუსეთში იხულებს ინვესტიციები წავა ისედაც იმ 10 წლის გარეშეც წავა. და ჩვენ ბევრი რაღაცა უნდა დავთმოთ და არაფერი დიდი დასათმობი არ არის ახლა ამ თავრობას რომელიც ჭამს ამ ბიუჯეტს იმათ არ შესწირდებათ, არც მოშივდებათ, არაფერი პრობლემა არ ექნებათ აბსოლუტურად და არც ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერდება და არაფერი და სამაგიეროდ ქვეყანა შეიძლება გადარჩეს. მაგრამ საქმე ის არის რომ ეს ინვესტიციები ამ უცხოეს ინვესტიციის გახორციელება მოსწონს პირველ რიგში ისეთი ინვესტიციის, როცა ის იქნება სრული პატრონი, აი რასაც ყიდულობს იმ ტერიტორიისა და ყველაფრისა და მაგას ქვია პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, რაც დაუბრუნველია ჩვენი ქვეყნისთვის. სრულად კატასტროფა პირდაპირ უცხოური ინვესტიცია. რატომ? იმიტომ რომ ისევ იმის გამო რომ ჩვენ პატარა მასშტაბის ქვეყანა ვართ პირდაპირ უცხოური ინვესტიცია ხომ მაგეხსენებათ იმას ნიშნავს, როცა 100%-ს იღებს, ხო? როცა ამ უცხოელს ინვესტორს 100% გადაეცემა წილებს. ხო და ეხლა რადგან პატარა ვართ, ეს შეიძლება იყოს ვიღაცის ფილიალი, რაღაცა დიდი კომპანიის ფილიალი, რომელიც დედა ოფისი და საერთოდ ის წარმოშობის ადგილი არის რაღაცა თურქეთში, გერმანიაში, ამერიკაში, იაპონიაში, ჩინეთში, სადღაც არის. შესაბამისად, ესე იგი, აქედან ამ ჩვენს ტერიტორიაზე მიღებული მოგება, იქ ამას გააქვს ყოველწლიურად ჩვენს ტერიტორიაზე იღებს მოგებას და ყოველი წლის ბოლოს გააქვს თავისი დივიდენდი. ხო? ეგ ძალიან დიდი მინუსია, იმიტომ რომ ესე იგი გამოდის რომ შენს ხა ნებისმიერი წარმოება ეკოლოგიას რაღაცნაირად აზიანებს. ხო და გამოდის რომ აქ ეკოლოგიაზე მინუსი ის და ის ნამატი ის ახალი ღირებულება რაც წარმოიქმნა წლის განმავლობაში ძირითადად გავა ახალი ღირებულება ხო დამატებული ღირებულება იგივე რეინვესტირებას არ აკეთებს. რეინვესტირებას არ აკეთებს, არა მარტო რეინვესტირებას არ აკეთებს, ის რომ და მისი ნათესაობა და ასე შემდეგ აქ რო ცხოვრობდეს ის შეიძლება რეინვესტირება არ გააკეთოს, მაგრამ აქ დახარჯავს იმპულს, ხო? გასაგები. ხო, აქაურ საჭმელს შეჭამს იმას, ამას, ამ რაღაცებს. ხო და ეს გაიშლება აქ. საინვესტიციო ფული, საიდან ის არის, რა ქვია, დაგროვების შემდეგ ჯერ ხდება დაგროვება ხდება დივიდენდი მიდის დაგროვებაში, დაგროვება მიდის მერე შესაძლო ინვესტიციაში, ხო? ხო და ეს არაფერი აქ არ მოხდება თუნდაც გადის. ამიტომ არ ვარ პირდაპირ უცხოური ინვესტიციის. მაშინ როგორ უნდა შემოვიდე? ძალიან მარტივად, ეხლა მაგალითად სინგაპური ამას აკეთებს წინვალე და ყველა არაბული ქვეყანა. ამას წადიდე შენ ეხლა ნებისმიერ არაბულ ქვეყანაში კომპანია გახსენი 100% წილით. არაფერი არ გამოგივა. ის არაბთან ერთად უნდა შექმნა ის და არაბისა იქნება 51%. შენ შეიძლება 49 მოგცე კარგ შემთხვევაში. აქაც ეგრე უნდა გაკეთდეს. ანუ ის ინვესტიცია თუ შენ 30 წლით თუ გაათავისუფლებ, დიდი რიგი დადგება, ძალიან დიდი უზარმაზარი რიგი დადგება ინვესტორების, მაგრამ შენ თუ ესე იგი ესე პირდაპირ ინვესტიციებზე თუ დათანხმდები, მაშინ გინდა ამ მშენებლობის პროცესს ჩაუქოლია ჩვენიერი და გინდა ასეთ ინვესტიციებს, არაფერი განსხვავება არ არის. ამასთან ერთად აი ეს დემოგრაფიული კატასტროფის თავიდან ასოცირებლად, აი ეს ხერხები არის საჭირო, რომ ის საქართველოს მოქალაქესთან უნდა იყოს წილში, სახელმწიფოსთან კი არა, საქართველოს მოქალაქესთან აუცილებლად. ამ საუბრისას ორი შეკითხვა დავემბადა. პირველი ასეთია. ამისი ნახე გასაოცარი კადრები იყო ინტერნეტში. ჩინეთში თელი დასახლება აშენდა, კორპუსებია უამრავი, რომელშიც არავინ არ აცხოვრობს. ესე იგი, ესე იგი,
ჩინეთის მთავრობამაც რომ შეუშვას ესე დაუფიქრებლად უცხოელები პაკისტანი, პაკისტანი და ესე არ დარჩებოდა ხო? იქ შემოკავებელი კანონები აქვს, იმიტომ რომ აქ არ უშვებენ და ურჩევიათ ცარილად დარჩეს ეს კორპუსი. ვიდრე იქ სხვა ჯიში, სხვა ხალხი. თელ რიგ უბნებს ანგრევენ იმის გამო რომ ესე იგი ვერ დაასახლეს. ანგრევენ, ურჩევნია დაანგრიონ, ვიდრე ის შეიყვანოს სხვადასხვა ჯურის ხალხი. გასაგები, ახლა ჩინეთი უფრთხილდება თავის დემოგრაფიას. რა თქმა უნდა. და ჩვენ ყველა გონიერი ხელისუფლება უფრთხილდება, ყველა გონიერი. აი, ნახე ევროპის დასავლეთ ევროპის ხელისუფლებები აღუჩნდნენ უგუნურნი. ძალიან. ხო და ჩვენები მაწავენ მათ. ამბობენ რომ ვითომ ეს ის არის, რა ქვია, კონფლიქტი აქვს და რაღაცა არ მოსწონთ მათი რაღაცა LGBT პოლიტიკა და რაღაცები ვითომ არ მოსწონთ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერში მაგათ ბაწავენ. და განსაკუთრებით დემოგრაფიულ ამბებში. ახლა ის არის მაგათ ხო მოგესწრებათ ამ ესენი არიან მემარცხენე ტიპის პარტიებია დღეს ევროპის ხელისუფლებებში თითქმის ყველგან. ხო და მაგათი გეგმა იყო ეგეთი, რომ ესე იგი ერები და ეთნოსები და კულტურები უნდა თავის ტერიტორიაზე შემოეყვანათ ვერი და ეს ერთმანეთში არეული იყო და ვითომ რაღაც ახალი ადამიანი უნდა გაგვეჭიროს. ხო, ვითომ მშვიდობისათვის, ხო და სინამდვილეში გამოუვიდათ ქრისტიანული ქვეყნების მუსულმანიზაცია. მეტი არაფერი არ გამოვიდათ. მუსულმანი თავის სახლშიც მუსულმანია და სტუმრად რომ მოდის, იქაც მუსულმანია. ხო და არაფერი მულტიკულტურალიზმი არ გამოვიდათ. ხო და ეხლა თავში იცემენ, მაგრამ მაინც არ ამბობენ. არა, მე წავიკითხე, ამობენ კიდეც. ჩვენი მულტიკულტურალიზმი დანიაში, მაგალითად, დანიამ უკვე სერიოზული ღონისძიებების გატარება დაიწყო და რაღაცა, მაგრამ აბა ეგ ეხლა სტორმერს უთხარი და იმ შემდეგ აღარ მახსოვს ვინ არის. ესე იგი ის რა ქვია ინგლისის ხელისუფლებას ან საფრანგეთის ხელისუფლებას რა ქვია ესპანეთის სანჩეს უთხარი, აბა ეგ რას ლაპარაკობთ, ეხლა ცოტა ხნის წინ რამის მილიონ არაბს მისცა მოკალაკება. ცოტა ხნის. ხო და ამას ეძახიან ეს ჩვენი ფასეულობები. მეორე კიდე რაც მაინტერესებდა, რაზეც მაინტერესებდა თქვენი აზრი, თეთრი შური ჩემშული და სომხების. ესე იგი, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვემხრობით ამ არაბული სოფლები თუ ქალაქების აშენებისას და მათ როგორი ყველაზე მდიდარ ფირმასთან მოაღწიეს შეთანხმებას და აშენებენ უმაღლესი ტექნოლოგიის NVIDIA-სთან ერთად, ხო, NVIDIA აშენებს, მაგრამ აქ არ აშენდება და ეს ხო მილიარდებზეა ლაპარაკი და ისე რომ არავითარი დემოგრაფიული საიშროება მათ წინააღმდეგ ემუქრებათ და მოგებები კიდე იქნება მილიარდი. ერთმა მეტი მიცეთ. არა, ერთმა მიცეთ კი ბატონო. ჩვენი ხალხია. ჩვენ ასეთ შერეკილები აღმოჩნდით რა. პრაგმატიზმი. და საოცარი ის არის რომ როგორ გითხრა, მე ახლა მაგას ვერანაირად რამდენი არ ვიფიქრე, ვერაფრით ვერ ავხსენი, რატო უნდა გავუკეთოს ისინი ხო ადამიანები არიან, ისინი ხო დედების გაჩენილები არიან, კაცო. ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გზდიან დედალი, ხო და ისინი ხო დედების გაზრდილები არიან ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში ვიც არიან. ვის თავშიც მოიხარშა ეს პროექტები, კაცო. ეხლა მე და შენ არ ეს ფული ბევრ რამეს გავიგე, მაგრამ ეს ფული ხო შეიძლება უკეთესი ხერხებით მაინც შენიერის მოსპობით უნდა იშოვოს ფული. არ არის და როგორ შენიერი ხერხებით ეხლა გეიცები ეგენი ვერ გახდებიან და ფული უნდა იშოვონ აი ესეთი გზებით და რაც მოიფიქრეს ეგ არის ხო? ესე იგი სწირავენ ეროვნულ შეხედულებებს, ეროვნულ ერის ბედს სწირავენ თავიანთ შემოსავლას. ესე გამოდის სამშობლოს ყიდიან პირდაპირ სამშობლოს ყიდიან. მადლობას უხდიან ალბათ გულში არაბები კი არა, თვითონ უხდიან, ესენი უხდიან გულში მადლობას სააკაშვილს, რომ ამოიღო სამშობლოს გალაქტიკა რონდეულობით. პირდაპირ ეხება რა რედაქციით არ ვიცით რა რედაქციით, ეს რასაც აკეთებენ, ეს პირდაპირ სამშობლოს გალაქტიკა.
კარგი. არ მიყვარდა არასოდეს კაცო ესეთი ლაპარაკი, მაგრამ ესე როყიო ლაპარაკი, მაგრამ ბიჭო, რა ვქნათ, აღარ დარჩა დრო, რა ვქნათ? არა დრო, აღარ არის უკვე მე ფოლქერებაზე და თავზე ხელის გადასვლის დრო. ვიღუპებით. ტენდენცია ისეთია. არა, მიდაპირ ვიღუპებით რა ტენდენცია. აგერ არის რა, აგერ არის უკვე ჩვენი აღსასრული. არა ხუმრო. არ მინდოდა ესე არა, არც მე მინდოდა, მაგრამ შეგვიძლია შევატრიალოთ, შეგვიძლია. თავისუფლად შეგვიძლია. რა უნდა მაგას ახლა? წელან გითხარი, როგორ უნდა მოვიძიოთ ინვესტიციები, როგორ უნდა გაკეთდეს ისე, რომ ესე იგი ქართველები იყვნენ აუცილებლად ამ ყოველი ინვესტიციის უკან იდგეს ქართველი და ეს უცხოური ინვესტორი უნდა იყოს ინვესტორი არა ზოგადად სახელმწიფოს, არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ქართველი ბიზნესმენის. ანუ ქართველს უნდა ის რესურსები, ის მიწებია, ისინი ესენი ახლა ეს ლაპარაკია ახლა იქ პროექტში უფრო ისე მიწერია. ხო და ესე იგი აქ უნდა თავისუფლად მიეცეთ საშუალება ქართველებს თავისი ბიზნეს გეგმების მიხედვით ესე იგი კომპანიების დაფუძნების და მე ამ ქართველთან უნდა ეძებოს პარტნიორობა და მას უნდა სთხოვოს ინვესტიცია ჩამადებინეო უცხოელმა. ეკონომიკის სამინისტროში კი არ უნდა ირბინოს. ეკონომიკის სამინისტროს არა აქვს უფლება. დღესაც არა აქვს უფლება, რომ ბიზნესი აწარმოოს. რა ინვესტიციებს ეძებს? ვინ კითხავს ეკონომიკის სამინისტროს ინვესტიციების ძიების? როგორ შეიძლება? კარგით, დავასრულოთ და როგორც შევთანხმდით, ჩვენ რაც შეგვიძლია ის გავაკეთოთ. ამჯერად ეს იქნება ის, რომ ჩვენ წავიდეთ იმ კწანიში და მართალია ჯერ ხეებზე ვერ ავართ იმ პოლონელებივით, მაგრამ ჩვენი მისვლით დავადასტუროთ ის, რომ წინააღმდეგი ვართ ამ აქავთ გავართ და სხვაგვარად არ დავგვიც. არ შეიძლება ეგ პროექტი არ განხორციელდება. ჩვენ სანამ ცოცხლები ვიქნებით არ განხორციელდება. მე ჩემ თავზე არ განხორციელდება. გამორიცხულია და ჩემნაირი არის ასეულობით და ათასეულობით. გაიგეს მთავრობა. არ გაკეთდება ეგ პროექტი. მადლობა ბატონო სოსო და მადლობა ბატონო